ფაქტია დამდგარი შედეგი, რომ ჩვენ არ დაუშვით პრეცედენტი. 1922 წლის რაღაც ფეიკ რუკით ვიღაცა ბიბილოვს ერთი უზარმაზარი კიდე ნაკვეთი ქართული ტყის წაეღო. სამწუხაროდ თქვენი ამ ქმედებების შემდეგ არამც თუ გადმოიწია. ეხლა მორიგ ტყუილ სიტყვით ეხლა. არა, ზუსტად გეტყვით, 100 გექტარი ტყი არის. ხაშურის რაიონში არის რამოდენიმე სოფელი და გადმოიწია საოკუპაციო. თქვენი ამ შეუთანხმებელი ნაბიჯის შედეგად და უფრო მეტი კიდე კარგი რომ ომის დაწყებას არ მოპრალებთ რა. ისეთი სისწრაფით მიდიხართ რომ მალე ომის დაწყებასაც მხარეს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი, მოდი ასე დავარქვათ, ოზუსტობები და შევეცდები რომ მოკლედ მოვხაზო ეს ყველაფერი. დავიწყებ იქედან რომ საოკუპაციო ხაზმა გადმოიწია ჩორჩანის ტყეში და მოიყოლა 112 ჰექტარი ჩორჩანა წაღვლის ტყის ის მონაკვეთი, რომელიც წესით ყველა რუკით, ყველა შეთანხმებით მდებარეობს ჩვენს კონტროლირებად მხარეს. ანუ ეს 112 ჰექტარი ტერიტორია არის შემოსაზღვრული საოკუპაციო ღობით და დღეს ფაქტობრივად არის სრულად ოკუპირებული, ანექსირებული საოკუპაციო რეჟიმის მიერ. ამასთან ერთად დაახლოებით 100 ჰექტარი ჩორჩანა წაღვლის ტყის ტერიტორია გადაქცეული არის შიშის ზონად, სადაც ვერ ბედავს და ვერ ახერხებს ადგილობრივი მოსახლეობა შესვლას და ამ მიწით სარგებლობას. ჩადგმული არის 3 საგუშაგო, ჩვენი ქართული 3 საგუშაგო, არა ერთი, როგორც ამას ახსენებდა თეა წოლუკიანი, არამედ 3 საგუშაგო არის ჩადგმული და ამ საგუშაგოებმა უზრუნველყოს ის, რომ 3 ტალკის საბადო, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის საბადოები გახლავთ, დღეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არის. ჩადგმამ უზრუნველყოს ზუსტად ის, რომ რუსები ვერ აკონტროლებენ დღეს ტალკის საბადოებს, თუმცა IPRM-ის შეხვედრებზე ყოველდღიურ, ასე ვთქვათ, რეჟიმში, ესე ვთქვათ, რუსები ითხოვენ ჩვენი საგუშაგოების მოხსნას, რათა შემდგომში მოხდეს ამ ტალკის საბადოების წაღება და ეს ასე ვთქვათ, გეგმა გახლავთ იმ 208 კვადრატული კილომეტრის გეგმის ნაწილი, რაზეც ჩვენ უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ სანამ დაიწყებოდა ჩორჩანა წაღვლის ტყის ოკუპაციის პროცესი, ეს მთელი დღე იყო უკვე მონიშნული, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, ჩვენ ვახორციელებთ ანტისაოკუპაციო მოძრაობა ძალაერთობაშია პატრულირებას ჩორჩანის ტყეში და საზოგადოებისთვის არაერთხელ მიგვიწოდებია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსებს მონიშნული ჰქონდათ უკვე ეს ტერიტორია და ვფიქრობ, რომ გახარიას მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ჩაედგა 3 ქართული საგუშაგო ხაზს უსვამდა და არა ერთი, როგორც ეს ნათქვამი იყო, უზრუნველყო ზუსტად ის, რომ ის ტალკის საბადოები დღეს ჩვენს კონტროლირებად მხარეს მდებარეობს.